იღუმენი ნიკონი, ამ ქვეყნიური ცხოვრების აზრი. საყვარელო ნადეჟდა მიხაილოვნა, შემინდე, რომ შენი ძვირფასი წერილის მიღების შემდეგ დიდხანს ვერ გიპასუხე. სუსტად გრძნობ თავს, ან შორდება სიკვდილზე ფიქრი. ხედავ, რომ 1963 წლამდე თუ მივახციე, უფრო შორს უკვე ვეღარ გავატან. პირადად ჩემთვის სიკვდილი სანადრელია. ვიცი, რომ არსებობს მომავალი ცხოვრება, არსებობს ჩვენ და ღვთის მოწყალება, რომ უფალიესო ქრისტეს მორწმუნეთათვის არსებობს უეჭველი იმედი, ნეტარ და არამტანჯველ საუკუნო ცხოვრებაში წასვლისა. რელიგიური აღქმები, ფსიქოლოგიზმი კი არა, ისევე რეალურია, როგორც ფიზიკური სამყაროს აღქმები. ამ ქვეყნიური ცხოვრება საკუთარი თავისა და ღმერთის შეცნობისთვის მოგვეცა და არა ტკბობისთვის. ამ ქვეყნიური ცხოვრების დროს კაცმა გადაჭრით, უკან მოუხედავად უნდა გადაწყვიტოს, ვის მხარეზე დგას, კეთილისა თუ ბოროტის, ღმერთისა თუ ეშმაკის. ღმერთისა და მისი სიმართლის მაძიებელი იპოვის ღმერთს აქ, ამ სოფელში, ჩანასახის სახით, სიკვდილის შემდეგ კი მთელი სავსებით. ეგოისტი, რომელიც აქ მიწაზე მხოლოდ ტკბობას ეძიებს, ეშმაკს იპოვის და სიკვდილის შემდეგ, როგორც მისი სულის თანაზიარი, ეშმაკის სამეფოში, ჯოჯოხეთში, ნამდვილი ბოროტმოქმედებისა და ეგოისტების საზოგადოებაში წავა. ჩვენი საუკუნო ხვედრი ჩვენსავე ხელშია და შემინდე, რომ იქნებ სულ სხვა რამეს გწერ და არა იმას, რაც საჭიროა. წუხვარ, რომ ვერ ჩამოვედი და ვერ მოგინახულეთ ამ ზაფხულს. მინდა შორს ვიყო ამ ცხოვრებისაგან, ამა სოფლის სულისაგან. ეს სული დაუფლებია მთელ კაცობრიობას, მხოლოდ გვერდიდან შეიძლება მისი მთელი სისაძაგლის, მთელი საშინელების დანახვა. ძალიან ცოტა დღეს ისეთი, ვისაც შეუძლია განთავისუფლდეს მისი ზემოქმედებისაგან. ეს საშინელება ამბობენ, რომ როცა ბაყაყი გველს თვალს გაუსწორებს, ვეღარ სწყდება შიშისაგან ყვირის, მაგრამ გაქცევა არ ძალუძს და სულ უფრო უახლოვდება, სანამ ხახაში არ ჩაუვარდება. საღამოს ლოცვებში არის ასეთი სიტყვები: აღმომიყვანა მე წარმწყმედელი გველის ხახისაგან, ჩაყლაპას რომ მიპირებს და ცოცხლად ჩაყვანას ჯოჯოხეთში. ეს გამოცდილებიდანაა დაწერილი. ამ სულის ზემოქმედების სფეროში მყოფნი ვერ გზნობენ ამას და არც მათი სჯერად, ვინც მისგან უკვე განთავისუფლდა. გაკურთხოთ უფალმა, დაგიცვათ ყოველივე ბოროტისაგან და სიკვდილის შემდეგ საუკუნო ნეტარებამდე მიკიცხვეთ. იქნებ შეხვდეთ იმ ქვეყნად. ღმერთი აირჩიეთ სულითაც და საქმეებითაც. განეშორეთ ეშმაკს, რათა უფალმა თქვენ შესახებაც თქვას, რომელი მოვიდეს ჩემ და არა განვაცო გარე. 1962 წლის 1 ნოემბერი.